სახელთა მამისათა და ძისათა და სულისაც მისათა. ჩვენ წინასაუბრისას აღნიშნეთ ის ჯულის კანონები, რომელიც განსაზღვრავს მეორე ჯულის წიგნში შეიცავს როგორც ისლის სამოქალაქო კოდექსს და ასევე სასულიერო ზნეობრივ საეკლესიო კანონებს, რომელიც ერთმანეთს ალავენ და რამდენიმე ესეთი მაგალითი ჩვენ წინასაუბრის მოვიყვანეთ და ბოლოს ითქვა, რომ აი ურჩიშვილის მიმართულებით დამოკიდებულება, რადგან ძალიან მკაცრი იყო განჩინება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ასევე სასრულდებოდა, მაგრამ ამით გამოიხატა სიმძიმე იმ ურჩიშვილის დანაშაულის, რომ ის არ ღვევდა ღვთისნებას, რომელიც გეუბნება პატივის მამას შენს და დედას შენსა. და კეთილგეყო შენ და დროიყო ქვეყანას ესედა. ვინც არ ღვევდა ამ ცნებას, ამით ხელს აწერდა იმას, რომ არ იქნება დღეგრძელი ამ ქვეყანაზე. ჯული ასე სხვა მრავალ შემთხვევაში ითვალისწინებდა. ერთ-ერთი მათგანი არის ესეთი. იყო თუ ვის ზედამე სიკვდილისა თანამდებისა და მოკლანიგი და ჯვარსაც ამ ხეზე დაკიდონ და არა დაუტონ გვამი იგი მისი ხეზზე და არამედ გარდამოიღო იგი და დააფლა მასვე დღესა. იგი თუ ვინმე იყო ღირსი რომ სიკვდილი დასჯილიყო, იმსახურებდა სიკვდილის სასჯელს და დაისჯებოდა და მოეკლებოდა და კი არ დაფლავდნენ მას, არამედ დაკიდებდნენ ხეზე. იქ უნდა ყოფილიყო საღამომდე და მერე საღამოს ისე მაინც უნდა ჩამოეხსნა და დაეფლათ. განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებ ამაზე, რომ აქ არის გარკვეულად წინასახე ჯვარცმისა, ამიტომაც თარგმანმა დაწერა რომ ჯვარს მაცόν იგიო. მალახისი სიკვდილისები იყო. სინედრიონმა ჩათვალა რომ მათ ხოვარი ღირსი იყო სიკვდილისა და თუმცა ეს განაჩენი გამოუტანეს რომ ჯვარს აცვან. ხოლო ჯვარზეცმა და სიკვდილი ჯვარზე უფრო გვიან შემოვიდა რომაელების მიერ იყო ეს მიღებული და აქ ლაპარაკი ხეზე დამოკიდებული რამე თუ როგორც ჯული ამბობს დაწყეულა სუფლისა მიერ ყოველი რომელიც დამოეკიდოს ძელსა და ნუ შეაბილდებთ ადგილსა მას რომელიც იგი უფალმა ღმერთმა თქვენთან მოგცეს თქვენ ნაწილ მკვიდრობისა თქვენისა. ხეზე დაკიდება იუდილი დასჯილისა ეხლა იმას რომ ის მისი დანაშაული დიდია რომ არ იმსახურებდა დაფლას მაგრამ შემდგომში მაინც უნდა დაფლულიყო უკვე როდესაც მოხდებოდა და გარკვეული დროის მანძილზე იქნებოდა არც ეს იგი მიწახებულობს და არც ცა მასო აი ესეთი და იქნებოდა ცასა და მიწა შორის ჩამოკიდებული, მაგრამ ბოლოს ხათი უნდა დაფლულიყო, რადგან ითქვა, რომ მიწა მიწად მიიქცევდა სულ დაუბრუნდა ღმერთს და რომელიც განსჯის მას. საბოლოოდ ის განსჯა დამსჯავრი ღვთისა არის. და აი ეს განაჩენი გამოუტანეს მაცხოვარს სულიად ვთქვათ უდანაშაულოს ვიცოს წმიდას ხსნელს კაცობრიოს, მაგრამ ეს იყო განგება ღვთისა, რომ ის ყველა ცოდვა თუ დანაშაული რაც კი იყო ჩადენილი მას და უნდა ეტვირთა თავზე რომ გამოესხიდა ადამიანი პიროქმნით ცოდვისაგან და ცოდებისგან გამოხსნა გამოსხიდვა მიენჭებინ ადამიანს ქრისტეს მიერ მithრწმენით არის უფლის მიმართ და რწმენით იცხოვრებს და რწმენით მიმართავს მას როგორც ავაზაკმა ძელზე უფალს მიმართა ვედრებით მომიხსენს სასუფეველს შენსოდეს მოხვიდეს უფევით და შენითა
უფრო მოუთხა დღეს იქნები ჩემთან 64-ში. სინანულით აღიარა თავისი დანაშაული, სამართლად მიიჩნია სასჯელი და შეიცნა უფალი და სიმდაბრით ლოცვით მიმართა მას. თხოვნითო როდესაც მოხალ შენი სუფევითო. ეხლა კი არა, ეხლა მე სასჯელს ვიმსახურებ, მაგრამ წყალობა ღვთის აღემატებას მართლაც, ამიტომ უფალი ეუბნება, რომ დღეს იქნები ჩემთან 64-ში. ამის მომასწავლებელი იყო ეს კანონი, რომელიც მეორე ჟული ასაზღავს. ასევე აწესებს მეორე ჟული ესეთ ურთიერთობას ადამიანებს შორის, მეგობრულ ნათესაურ ურთიერთობას, რომ თუ იპოვიდი შენი ძმის ნათესავის თუ მეზობლის დაკარგულ საქონელს, ხო? და შეხმიანებოდი მას და დაგებრუნებინა, მაგრამ თუ შორს ცხოვრობდა, არ ვიცოდი ვისი იყო ეს საქონელი, უნდა წაიყვანას თავის სახლში, დაებინავებინა, მოევლო, პატრონი თუ დაიწყებდა ძებნას და მოიკითხავდა, უნდა დაებრუნებინა პატრონისათვის. ეს არის მიმართ ზრუნვა დღევანდელი მოქალაქის და იქ თანამოძმის ერთი ერის და ერთი წმენის ადამიანის. ერთი ტომის შეიძლება ითქვას და ერთი სანათესაო წევრი იყო ყველა იქ. რადგან თითოეულ ტომს თავისი საცხოვრებლად გამოეყოფოდა ტერიტორია, ცხადია, რომ იმ ტერიტორიაზე რო იპოვიდი საქონელს, ამ ტომის კუთვნილი იყო და კონკრეტულად შეპირონება არ გწოდნოდა. ამ შინაგანი ერთობისათვის ეს ამას აწესებდა კანონი. ასევე იპოვე სახედარი, გინდა ასე იგი როხა, ცხვარი, ხო? და შეგენახა იქ. ეგრეცა კარაული მის იყო, ეგრეცა ფიჭი მის იყო, ეგრეცა სამოსელი მის იყო, ეგრეცა ყოველი იყო, რაც წამებული იყო ძმისა მის შენისა, არა მარტო საქონელს ეხებოდა, არამედ ნივთსაც. ამი ნივთს დავარდნოს თუ იპოვიდი, ვიღაცას დაეკარგებოდა, შენთვის არ უნდა გამოიყენებოდა, შეგენახა ნივთი და თუ ვინმე მოიკითხავდა და პატრონისთვის დაგებრუნებინა ეს ნივთი. ეს ზრუნვა ერთმანეთისათვის, რომ არავის ზარალი არ მიეყენოს და თუ რაღაც უნებლიეთ რაღაცა მოხდა და შენ შეგეძლო ამ ზარალისგან დახსნა შენი ახლობლის ნათესავის თუ თუნდაც უცნობის, მაგრამ შენი ტომელი ადამიანის შენ უნდა გეზრუნა. ურთიერთ სიყვარული და ურთიერთისათვის ზრუნვა და საბოჯამში ზრუნვა ვისაც რომ ღვთისიანში ყოფილიყავს მართალი, რადგან თელიერი ღვთისაგან გამორჩეულია, ერთი ჯულის ქვეშ იმყოფება, ერთი წმენით არის გაერთიანებული ერთი კანონი და ამიტომ ეს ერთობა ყველა ქმედებაში უნდა განხორციელებულიყო. ნუ შეიმოს დედაკაცის სამოსელსა მამაკაცისესა, ნუცა მამაკაცის შეიმოს სამოსელსა დედაკაცისესა. რამე თუ სადაგელას უფლისა ღვთისა შენისა ყოველია, რომელიც იქს ეგევითარსა. ეხლა ეს საუთარი ესეთი კანონი, რომელიც სათავშორის ახალი ათმის ეკლესია ამას შეიტანა ჟულის კანონში, რომ დედაკაცმა მამაკაცის სამოსელი უნდა შეიმოსოს და პირიქით მამაკაცს დედაკაცის. ახლა შეიძლება განიმარტოს, რომ უშუალოდ ფორმა სამოსლისა თუ მამაკაცისგან უნდა აღებული სამოსელი არ უნდა შეემოსა მას. კანონი კონკრეტულად ამას არ განსაზღვრავს, ეს ნაქონი უნდა ყოფილიყო მამაკაცის თუ ფორმით მამაკაცის სამოსელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ როგორ ჩანს, მაინც უფრო ზოგადი მნიშვნელობა აქვს ამ კანონს, იმიტომ რომ სამოსლის მიხედვით ხდებოდა გარჩევა იმისათვის სოციალური მდგომარეობის, ეს მონა არის, ბატონი არის, სამდელო პირი არის, მამაკაცია, დედაკაცია, რომ შესაბამისი მის მიერ დამოკიდებული ყოფილიყო სწორი. ხა თუ კი ჟული აწესებდა იმას, რომ რა შემთხვევაში უნდა უცხო ადამიანს შემოვიდა სოფელში მიემართა მამაკაცისთვის, თუ რამე კითხვა ქონდა,
და არა დედაკაცისთვის. მაშინ დედაკაცი მამაკაცს ამოსვლა და ხდებოდა მაშინ უნებლით შეცდებოდა მიმართავდა მას როგორც მამაკაცს და ის ამ დროს იყო დედაკაცი. ამ პირიქით დღეს კიდევ ხედავთ ნიშანს აღრევისას, ნოტარიუსაც უკვე ვეღარ გაარჩევს სამოსლით კაცია თუ ქალია, ვერც ვარცხნილობით ვერ გაარჩევ და რაც ყოველ სამწუხაროა ჩვენ ეროვნულ სამოსელსაც კი დღეს ხშირად სასეკო გუნდებში ქალები ჩოხებით იმოსებიან და ამის ხანჯლებითაც კი გაიგეთონ შეიმოსონ. ეს ნიშანი არის ესეთი აღრევის მოთა ფორმა და შინაარსი ერთმანეთთან შეესაბამება. საიდან შემოდის ეს და რატო ასე ვრცელდება, დროის ნიშანია. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მართლაც ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ეს არის ღვთისწინაშე სისადავე. ჩვენ უგულებელ ყოფ იმას, თუ როგორ მოგიყვანა შენ ამ ქვეყანათა მერთმა მამაკაცად და დედაკაცად და გარეგნულ ფორმით ცვლი იმას, რაც ხარ. ანუ არ შეესაბამება შენი გარეგნული შინაგანს. ერთი გამობილი რომ ეხება გარესამყაროს ურთიერთობას ცხოველებთან, ფრინველებთან, რომ თუ იპოვო ფრინველი ჩიტი ბუდეში, რომელიც ის კვერცხებზე ან თავის ბარტყებზე, როგორ მოქცეულიყავი მამათან. შეგეძლო დაგეტოვებინა, მაგრამ შეგეძლო დაგიყვანა ბარტყებით და დედა დაგეტოვებინა. ის დედა მე კიდე გამოჩიკავდა ახალ ბარტყებს და ანუ მომავალ თაობის მოსპობა არ შეიძლებოდა. საწყისი საიდან ჩდებოდა მომთაობა, ის არ უნდა მოგესპო და გესარგებლო მხოლოდ ნაშროფით. და ეს ის გარკვეული გაფრთხილება ბუნების მიმართ, როგორც ჩვენ წინა საუბრს ვთქვით, რომ თუ ტრის ქალაქს ალყას შემოარტყავდა, იქ ნაყოფი ხე არ უნდა გაჩეხილიყო. მაგრამ უნაყოფი ხე თუ იქნება, შეიძლება შეშეთანად გამოიყენებინა. როგორ ასეთი დატრილებით სული გასაზრდელად გარემოსთან ურთიერთობას ეს უკვე არ სისხლის სამართლის კოდექსი არ სამოქალაქო გარემოს დაცვის ესეთი კანონია. ამით დავასრულებ ჩვენ დღევანდელ საუბარს და დაგემშვიდობებით. მე თვითონ